ამას ფიქრობენ ახლა კორუფციის მკვლევარები, რომ ქართული ოცნება პირადი და პარტიული ინტერესების შესაბამისად იყენებს ქვეყნის ბიუჯეტს. სწორედ ეს ეჭვი მათ უჩნდებათ იმ დოკუმენტიდან გამომდინარე, რომლითაც ირკვევა, რომ 140,000 ლარი გადაიხადა სახელმწიფომ იმისთვის, რომ გუშინ შუამთობა აღინიშნათ და სწორედ აქ იყვნენ მოწვეული ისეთი მომღერლები და შემსრულებლები, რომლებიც ძირითადად გამოირჩევიან ქართული ოცნებისადმი ლოიალობით და მხარდაჭერით. უფრო კონკრეტულად კი საუბარია მაგალითად ჯგუფ ურსაზე, საუბარია ღამის შოუ ბენდზე, კახაბერსა და ხანუმებზე და ასევე გორდელაზე. 60,000 ლარი გადაიხადა სახელმწიფომ იმისთვის, რომ რამდენიმე საათიანი კონცერტი ჩაატაროს ჯგუფმა ურსამ შუამთობის დღესასწაულზე. გარდა ამისა 30,000 ლარი დაუჯდება მათი კონცერტი კახაბერისა და ხანუმების და ასევე ღამის შოუ ბენდის კონცერტი სახელმწიფოს და ასევე არის საუბარი გორდელაზე, რომელსაც 16,000 ლარი უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ. შესაბამისად, კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯი, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ და ქართული ოცნება ამ ადამიანებს პარტიული ინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რადგან ის ადამიანები არიან ის მომღერლები, რომლებიც სწორედ ქართულ ოცნებას ღიად უჭერენ, უფიქსირებენ მხარდაჭერას და სწორედ ამიტომ მიიწვიეს ეს ადამიანები გუშინ შუამთობის დღესასწაულზე გამართულ ღონისძიებაზეც და ამიტომ ეს კორუფციის მკვლევარები ახლა ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება უკვე მომღერლების შერჩევასაც კი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად ახორციელებს. 140,000 ლარი დახარჯა გუშინ აჭარის მთავრობამ შუამთობის დღესასწაულზე მომღერლების ჰონორარებში. ამ შესყიდვაში მნიშვნელოვანი დარღვევა არის ის, რომ როგორ მოხდა ამ მომღერლების შერჩევა. ანუ შერჩევის ეტაპი არის გაუმჭვირვალე, ხოლო ის, რომ სახელმწიფო რაღაც დღესასწაულებზე მომღერალს, რაღაც გარკვეულ ჰონორარს გადაუხდის, ეს გასაგებია. მაგრამ ის, რომ ეს შერჩეული მომღერლები ყველა არის აბსოლუტურად სამთავრობო მედიის სახეები და ასევე ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების პროპაგანდისტები, შესაბამისად გამოდის ის, რომ ქართული ოცნება მისი პარტიული ინტერესებისთვის ირიბად იყენებს ამ მომღერლებს, ხოლო მომღერლების დაფინანსებას ასევე მომღერლებს აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ქართული ოცნება მისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს და სახელმწიფო ბიუჯეტის ფულიდან აფინანსებს მის პოლიტიკურ ინტერესებს. ის მკვლევარები თანხმდებიან იმაზე, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე აუცილებელია, რომ მოიწვიონ მუსიკოსები, მომღერლები და რა თქმა უნდა, მათ გარკვეული სახის ჰონორარებიც უნდა გადაუხადონ. თუმცა აქ ბევრ კითხვის ნიშანს ჩვენს ის გაუმჭვირვალე შერჩევის პროცესი, რომელიც ვიხილეთ და ეს იყო გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულება თითოეულ ბენდთან და ის კოლოსალური ჰონორარები, რაც მათ გადაუხადა სახელმწიფომ. შესაბამისად, ფიქრობენ კორუფციის მკვლევარები, რომ ეს შერჩევითი ეტაპი არის გაუმჭვირვალე და სწორედ იმ პრინციპით შეირჩა ეს მომღერლები და მუსიკოსები, რომ ისინი არიან ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ ხშირად და არიან ლოიალურები და შესაბამისად კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ფორმით ცდილობს ახლა ქართული ოცნება, რომ მხარდაჭერისთვის და ლოიალური დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადოს ამ მომღერლებს და სწორედ ამის გამო იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს და კოლოსალურ ჰონორარებს მათი კონცერტებისთვის. გამარტივებული შესყიდვის გამოყენება ამ кейსში კონკრეტულად ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან აბსურდული მოვლენა, იმიტომ რომ გამარტივებული შესყიდვას აქვს თავისი დატვირთვა, როცა ტენდერი ტარდება და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ახლა რეალურად ხედავთ ლოიალურად ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მუსიკოსების დასაჩუქრებას. იმიტომ რომ ამ ადამიანთა შორის ჩვენ ვერ ვხედავთ მიწვეულ მუსიკოსებს შორის, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პიროვნებებს, რომლებიც მაგალითად აქციებზე დგანან და ქვეყნის კურსის ცვლილებას აპროტესტებენ. მიკერძოების გარდა ჩვენ ამავე დროს ვხედავთ ცდილობას, რომ მაქსიმალურად მოძებნონ ის გზა, რომლითაც შეიძლება დასაჩუქრებულები იყვნენ ეს კონკრეტული პიროვნებები. ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, უკავშირდება მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და სხვა სტანდარტს ქართული ოცნება უბრალოდ არ იცნობს. ახლა გაახსენდებათ ხოლმე ერთი კვირით ადრე, რომ ესა თუ ის აქტივობა არის რეგიონში, სოფლად თუ ქალაქში ჩასატარებელი და პირდაპირ გამარტივებულ შესყიდვას მათთვის სასურველ კომპანიასთან, მათთვის სასურველ თანხაზე
აფორმებენ. არის არარეალური თანხები და მაღალი რისკი კორუფციის, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ პროცესს, ბუნებრივია გვიჩნდება სამართლიანი საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ეს თანხები გარკვეულწილად ბრუნდება კიდევაც რაღაც სალაროში, რასაც ბუნებრივია წინასაარჩევნოდ ნებისმიერ პარტიას სჭირდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება 10,000-ობით და მილიონობით ლარს ხარჯავს კონცერტებში და უფრო კონკრეტულად კი იმ მომღერლებსა და მუსიკოსებში, ვინც მათი მისამართით განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევა. თუმცა არსებობს არაერთი კრიტიკა და ამ არაერთი კრიტიკის მიუხედავად ქართული ოცნების პოლიტიკა ამ მიმართულებით არ იცვლება. მადლობა დიანა, ეს დიანა ჩირგაძე იყო.